სასჯელ აღსრულების ნომერ მე-5 ქალთა დაწესებულებაში სამკერვალო საწარმო გაიხსნა, რომელშიც 25 მსჯავრდებულია დასაქმებული. საწარმოს გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა სასჯელ აღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო. მცირე საწარმოს გახსნამდე მსჯავრდებულმა ქალებმა სტუმრებს საკუთარი სცენარითა და რეჟისურით დადგმული სპექტაკლი შესთავაზეს. სოფო ცერცვაძე თემის დეტალებით. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში სასჯელ აღსრულების ნომერ მე-5 ქალთა დაწესებულებაში სამკერვალო საწარმო გაიხსნა, სადაც 25 მსჯავრდებული დასაქმდა. მსჯავრდებულმა ქალებმა სამკერვალოში დასაქმებამდე ჭრაკერვის სპეციალური კურსები გაიარეს და კერვის პროფესიას დაეუფლნენ. მინისტრის განცხადებით, დაწესებულებაში მსჯავრდებულების რეაბილიტაციისა და დასაქმების ახალი შესაძლებლობა გაჩნდა. და აღნიშნო რესოციალიზაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები, წარმატებული ნაბიჯები, რაც გამოიხატება სამკერვალოს გახსნაში, აქ უკვე 25 ქალბატონია დასაქმებული. მე მინდა აქვე დიდი მადლობა უთხრა ევროკავშირს და ეს არის ნათელი მაგალითი ასევე სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორს შორის ურთიერთობისა. ჩვენ გავაფართოვებთ ამ პროგრამებს, რამე თუ ვთვლით, რომ ეს არის დანაშაულის პრევენციის წინაპირობა. ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ ამ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობთ. არასამთავრობო ორგანიზაციების და სამინისტროს თანამშრომლობით საპატიმროებში მყოფმა ადამიანებმა მიიღეს ცოდნა, რომელიც როგორც დაწესებულებაში ყოფნისას, ასევე გარეთ გასვლის შემდეგ გამოადგებათ. ძალიან მოხარულები ვართ, რომ გაიხსნა ეს საწარმო და დავსაქმდით ჩვენ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ საწარმოს, იმიტომ რომ პატიმრისთვის სხვა განზომილებაში გადასვლა ეს ძალიან დიდი მნიშვნელოვანი არის. სამკერვალოს გახსნამდე მსჯავრდებულმა ქალებმა სტუმრებს საკუთარი სცენარითა და რეჟისურით დადგმული სპექტაკლი სახელწოდებით იტალიური ეზო წარუდგინეს, რომელშიც მონაწილეობას დაახლოებით 30-მდე მსჯავრდებული იღებდა. სპექტაკლის დეკორაციაზე თავად მსჯავრდებულებმა იზრუნეს. წარმოდგენას უცხოელ სტუმრებთან ერთად თეატრალური სფეროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ეს იყო ჩვენი იდეა, პატიმრების იდეა და დავწერე სცენარი. ეს არის ჩემი პირველი სცენარი, თუმცა მანამდე შევისწავლე ტექნოლოგია სცენარის წერისა და მე ძალიან მიხარია, გვერდში დაგვიდგა სასჯელ აღსრულების დეპარტამენტი, სამინისტრო და განსაკუთრებით ჩვენი დაწესებულების დირექტორი ქალბატონი ნესტან ვერულაშვილი. დავდგით, დღეს შედგა პრემიერა, ვფიქრობ, რომ არაპროფესიონალების კვალობაზე იყო ძალიან კარგი. ძალიან იშვიათად ყოფილა, რომ ესე აღელვებული გავსულიყავით თეატრიდან, როგორ მუშაობენ, როგორი სიყვარული აქვს პროფესიისადმი და ეს არის თეატრის არსი, რომ სიხარული მიანიჭოს მაყურებელსაც და თვითონაც როგორ სიამოვნებას იღებს. მოგვიანებით სტუმრებმა მსჯავრდებულებთან ერთად დაწესებულების ბიბლიოთეკაში გადაინაცვლეს და სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრეს.